მოგესალმებით შემოგვიყვება სამეგობრებო, მოდით დღეს მოვამზადოთ უგემრიელესი ხოხბის ჩახოხბილი. მე მაქვს აქ ხოხობი 2 კილომდე, ასევე მაქვს მარილი, სუნელებიდან უშვები ხმელ სუნელს, უცხო სუნელს და ხარჩო სუნელს. ასევე მაქვს ტომატ პასტა, პომიდორი, ბულგარული, ხახვინი 2 და მწვანელებიდან მაქვს ოხრახუში. თქვენ შეგიძლიათ უქნათ ასევე ქინძის და რეჰანის, უბრალოდ მე არ მქონდა. ეხლა დავჭრათ ჩვენი ხოხობი. ჩვენი ხოხობი დავჭერი და ეხლა გავაცხელოთ კარგად ქვაბი. ქვაბში ჩავდაგდოთ ცოტა ოდენი კარაქი და დავამატოთ ზეთი, რადგან კარაქი არ დაგვეწვას. კარგად გავაცხელოთ, ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმალურზე. რადგან ჩვენ გვინდა რომ ხოხობი ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. პირველ ეტაპზე ბოლომდე ბზაობამდე მიყვანა არ არის საჭირო. ჩემი ქვაბი არის საკმაოდ დიდი და დაჭრილი ხოხობი მთლიანად ჩაეტია. თქვენ შეგიძლიათ ეს კერძი გააკეთოთ ასევე ქათმითაც, არანაკლებ გემრიელი გამოვა. სანამ ჩვენი ხოხობი მოიბრაწება, დავჭრათ ბოსტნეული. მე ბოსტნეულს ვჭრი დიდ ზომებად. მე კერძში ესე უფრო მომწონს. თქვენ შეგიძლიათ დაჭრათ წვრილად. ეს უკვე თქვენი სურვილის სამეფო. დავჭრი ხავხს და ასევე დავჭრი ბულგარულს. ბულგარულსაც დავჭრი ესე მოგრძოდ და შემდეგ გავჭრი შუაზე. ბოსტნეული ესე უფრო არ ჩაიშლება და უფრო კარგი სტრუქტურა გამოდის კერძში. ასევე დავჭრი ნიორს. თქვენ შეგიძლიათ ნიორი გაჭყლიდოთ, მე დავჭრი წვრილად. ასევე დავჭრი ოხრახუშს. ესე მოიბრაცა ჩვენი ხოხობი და გადავაბრუნოთ მეორე მხარეს. მეორე მხრიდანაც ესე კარგად მოვბრაწოთ. ძალიან ნაზი ხორცი აქვს და ძალიან გემრიელი გამოდის. სანამ მეორე მხარესაც მოიბრაწება, ამასობაში გავხერხოთ პომიდორი. დაგვჭირდება 2 დიდი ზომის პომიდორი. თქვენ შეგიძლიათ პომიდორის მაგერად უქნათ პომიდორის საწებელი. უბრალოდ ჩვენი ზამთრის მარაგი ამოიწურა. პომიდორი შეგიძლიათ დაჭრათ, მე გავხერხავ. აი ესე მოიბრაცა ჩვენი ხოხობი და ეხლა გადმოვიტანოთ ლანგარზე. ხოხბის ცხიმში მოვშოშოთ ჩვენი ბოსტნეული. ჩავყაროთ ხახვი და ასევე ბულგარულიც და კარგად მოვშუშოთ. თან მოიბრაწება, თავსახურს არ ვახურავ, ღია ცეცხლზე ესე ვშუშავ. არ მინდა რომ ჩაიშალოს ჩვენი ბოსტნეული. აი ნახეთ, თან იშუშება, თან იბრაწება. ამ ეტაპზე დავამატებ ნიორს, ნახევარს. კარგად მიურევ. აი ახლა დავამატებ ტომატ პასტას, ამასაც კარგად მოურევ. უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ტომატ პასტა არ უქნათ და უქნათ აჯიკა და საწებელი. ტომატ პასტა რო გამოცემს უკვე სასიამოვნო მოbrაწვის სუნს, სადღაც უნდა 3 წუთამდე დავუმატებ ჩვენს პომიდორს.
და ამასაც კარგად მოურევ. თავსახურს არ ვახურავთ. ეხლა აი ამ ეტაპზე დავამატებ სუნელებს, მარილს, შეგიძლიათ ასე ვქნათ წითელი წიწაკაც და კარგად მოურევ. რადგან მე ძალიან მიყვარს ამ კერძის წვენი, ვამატებ წყალს. და ეხლა კარგად წამოვადუღებ. წამოდუღდება თუ არა, ჩავაწყობ ჩვენ ხორცს უკან. და ვაცდით სადღაც 15-20 წუთი ადუღებიდან. აი ესე ჩავაწყობ გახდათ. ჩემს სამზარეულოში საოცარი სუნები ტრიალებს. ბავშვები დამსდევენ, დედა მალე მორჩებიო. აი ახლა დავაფარებ თავს და ვშუშავ სადღაც 15-20 წუთის განმავლობაში. აი ნახეთ, საოცარი გამოდის. ჩვენი კერძი თითქმის მზად არის, მოვაყაროთ მწვანილები და ნიორი. სადღაც 1 წუთის განმავლობაში კარგად ამოურიოთ და მზად არის. დამიჯერეთ არის ძალიან გემრიელი. სცადეთ მომზადეთ არინანებთ. აი ნახეთ ბოსტნეული როგორი სტრუქტურის არის. არ ჩაიშალა, არის მობრაწული და არის ძალიან გემრიელი. ეხლა გადმოვიღოთ თეფშზე და დავაგემოვნოთ, რა გამოგვევიდა. აი ესე მოკართვით სახში გამომცხვარ პურთან ერთად. საოცრებაა. არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი. კიდე გავემეორებ, რომ შეგიძლიათ მომზადოთ ქათმითაც. და ეხლა განახებთ ხორცი როგორი სტრუქტურის არის. პურსაც სახში ვაცხობ, თუ მოგინდებათ პურის რეცეპტსაც აუცილებლად ჩაგიწერთ, ძალიან მარტივი მოსამზადებელია, სადღაც 3 წუთი გინდათ რომ პური მოზილოთ და მეორე დღეს შეგიძლიათ გამოაცხოთ. ეხლა განახებთ ხორცის სტრუქტურას. აი ესეთი ნაზი გამოვიდა. მოამზადეთ, თუ მოგეწონათ გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.